კოსოვოში არ შეგვიშვეს. დავჯერინდი. Skipze. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რამდენი ხანს არ უნდა ვიცოცხლო, აქ მეორჯერ მე არ მოვალ. ყველაზე საშინლად მეძინა, რაც კი ოდესმე მე მძინია ცხოვრებაში. ნიკაშე როგორ გეძინა? ისეც არა შენ როგორც აღწერ. დილის 7 საათის მერე მღვიძავს. 7 საათზე თავისი დროის გამოგვიძა ბოლოს მე არ მახსოვს. ჩვენი სახელმწიფო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. არც ქვეყნების ჩამონათვალში გვაქვს საერთოდ კოსოვო. თვითონ კოსოვოც ამის გამო არ გვაღიარებს. საზღვარზე მივედით ბედნიერად გვითხრეს, თქვენ ხوار უბერავთო, ვიზა გჭირდებათო. თუ არ და არ შეგიშვებთო, საელჩოში უნდა მივიდეთ, გავარკვიოთ საერთოდ თუ არის შესაძლებელი მაგ ვიზის აღება. ჩემი აზრით ძალიან დიდი დრო დასჭირდება ვიზის აღებას იმისთვის, რომ ერთი დღით არც კი ჩავიდეთ. აქ როდის მოვხვდებით მეორჯერ და მინდა რომ ვნახოთ. ანუ მაკედონიაში მე მეორეჯერ არ ჩამოვალ. უმეტეს ნამდვილად არ მოვალ. Windows-ის wallpaper. Sorry. ხოლო ჩემთვის. ქვია, სხვადასხვა Frutiger Aero, რომელიც 2000-იანებში იყო ძალიან პოპულარული. ჩემ Pentium 4-საც უბრალოდ ეგეთი ფოტო ეყენა, მე მგონი როგორც მახსოვს. აბა მიდი აიწონე. არა. მე არა ვიწონები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ ტრიპში ერთი 50 კილოგრამი უკვე მოვიმატე. ყოველ დღე მაჭმევენ ბურგერებს და ამ კაცებს მეტაბოლიზმი ხო რაღაც აი ელვისის სწრაფის აქვთ. და მე ამ დროს ბურგერებს ჭამ და ვსუქდები. დილის 7 საათიდან რას ვუყურებ, იცი პითონების ჭამას. ხო, პითონების ჭამას კი არა, პითონები ადამიანებს როგორ ჭამენ და ყლაპავენ. ვუყურე 61 წლის კაცი როგორ გამოიყვანეს მუცლიდან. და რა კომფორტულია. ეს ხო თავის ჩასადებშია. ისეთი პატარა კბილის ძაფი გინახავს სადმე? მე გუში ნატროვდი სპიცა რო გამეჩხირა კბილში. კი ნეტა აქ მქონდეს. იო პეტერა. ესპემ გამოგვატანა ბიორეფიერის პროდუქტები. ნიკას ჩანთა დარჩა ლიფტში. ის გაატანა ჩანთა და ახლა ისე ვრჩებოდა და დატოვა ლიფტში. ხო არ ვიცი რა თქმა უნდა. ჩახედე რა მანქანაში. მანქანა ისტორია არ ჩანდეს. ყველაფერი რიგზეა. შეგვიძლია წავიდეთ. მე რა ლამაშერობა პირველად ნახეთ. ნარიყალა გქონიათ. მივდივართ კოსოვოს საკონსულოში. იქნებ მოგცენ ვიზა. ნახოთ ერთი რას გვიმალავენ და რა არის ეგეთი. ესენი მომყვებიან არ უნდა თან წამოსვლა, ძალით მოდიან. არავინ არ არის, დაცვაც კი არ არის, რაღაც ჩაობებული დაცვის შენობა არის. მე მგონი ელჩს მოვადექით სახლში. ვაიმე. იტყოდათ კითხვა რას უსვირს. გადაწყდა რომ მივდივართ სალონიკში. ვიზას უნდა 2 კვირა რომელ ვიზას უნდა? ამერიკის ვიზასაც კი შეუბნებიან 5 წუთში რომ ან გაძლევ ან არ გაძლევ. რა უბედურება. კონსულიც კი არ ყავს ადგილზე და მინისტრი წვეთს იქ სადღაც იმ ქვეყანაში. საშინელი საპარკი ადგილები აქვს. მანქანა დავაყენეთ სადღაც ჯანდაბაში ვიღაც სახლის წინ, იმიტომ რომ ადგილი არ არის.